აზური მაგალითად ფეხბურთს ათამაშებდა ბავშვებს, თორე ეგ არც პროფესიონალი იყო. არც არაფრით არ გამოირჩეოდა და უახოთ სხვათა შორის ეს ლილუაშვილი, ეს ანზორი, ესენი ყველანი ღარიბაშვილი მაგალითად შესყიდვებში იყო ქართულში და ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ეკუყიდულობდა. ანუ ეს ტიპები რომ დაბრუნდნენ და არაფრის ცოდნა არ ქონდათ, ამდენი წელი ჩამორჩენა ქონდათ, ხო? ელფოსტაზე მუშაობა რო ესწავლოთ, ან რეზოლუცია ვიზე უნდა დაედოთ და თქვათ, ანუ მოდის ხო საბუთი და უნდა დაანაწილო რა, რომელს სამსახურს რა უნდა დაეწევს და ეღოს ელექტრონული მიმოწერა შეაჩერეს და ქაღალდებზე გადაიყვანეს თუ გახსოვთ სამსახურები რაღაც პერიოდი რომ უბრალოდ არ იცოდნენ რა. დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდათ რომ ამ ჩამორჩენილ ხალხს რო ესწავლა რა იყო და როგორ იყო. 13 წლის შემდეგ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც მაშინ მართვის ელემენტარული უნარჩვევებიც არ ჰქონდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდით აღარ არიან. ვინც შემორჩა, თავად ივანიშვილმა მოიშორა. თუმცა მოშორებულები პოსტებიდან მილიონერებად წავიდნენ და ოლიგარქისგან წასული ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ახლა თვალს სწორედ მათი გაკულაკების პროცესს ვადევნებთ. ახლა როგორ გათხოვდა ქორწილში თავის სიძეს 120,000 ევრო ყიდა მეგონი Range Rover-ი. ადამიანო რომელიც მშობლების ბინაში ცხოვრობდა და მე გვერდით იყიდა 60-იანი რაც მართლა თავის შრომით მქონდა ნაპირი. ერთ წელიწადში დაბახვაში სახლს აშენეს უზარმაზარს. თი მაგას ეშმაკობა ქონდა ხოლმე რა. იმდენად არაჩენდა როგორც ღარიბაშვილს რო საათები ეკეთა ხელზე. ვეღარ მალავდა. ესე იგი ადამიანი აპრილში აღარ იყო პრემიერ-მინისტრი. აპრილიდან ეს ფულები მალა და 6 მილიონზე მეტი უყურეს, რომელიც ვეღარ დამალა. შენ წარმოვიდგინე რა ამდენი აქვს თამათ გატანი, რაც ვერ უნახეს რა. ბიზნეს ერთი მართვალი უნდა ჩაუგდო ეჭვის ნებისმიერზე და რავი, თუ სარწმუნო ვიღაცამ უთხრა ეს მართვალი, იმ მართვალიდან შეიძლება რაღაც მუხა გაიზარდოს ან რაღაც და ფაქტია რომ მაგას მან რომ მივიდნენ, ანუ ხა გომელაურის ჯერი არის. ამის ეს ხო ფული არის თავარი. წარმოვიდგინე 200 მილიონისთვის 5 წელი დაუვდა და აქ ნახა რომ თურმე 200 მილიონს ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იპარავს და რაღაცა უნდა იწვალოს. შაბათის ეთერისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს მთავარ გმირს მოსაყოლი ბევრი აქვს. ის რაც დღეს მოისმინეთ, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ ინფორმაციასთან შედარებით, რომლის შეგროვებაც ბიძინა ივანიშვილთან წლების განმავლობაში მუშაობისას შეძლო. უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ კონფიდენტი აპირებს, კულისებიდან გამოვიდეს და რუსული რეჟიმის ქართული ანალოგი ხმის შეუცვლელად ღია დამხილოს.